შემუშავდა პირველადი სამუშაო ვერსია დოკუმენტში ასახული ცვლილებების საფუძველი ძირითადად სამ პრინციპს ემყარებოდა. ეს იყო სტანდარტის გამარტივება, მეორე შემოქმედებითი თავისუფლების მიცემა როგორც სკოლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის და მესამე კომპეტენციებზე მკაფიო ორიენტირება. ამ პრინციპებზე დაყრდნობით კონკრეტული ცვლილებები, რომელიც უშუალოდ ჩვენ საგანში აისახა, შეეხო საგნის სწავლას-სწავლების მიზნებს, შეფასების მექანიზმს და სტანდარტის დიზაინს. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ამ შემთხვევაში არსებითი და ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელებულა, უბრალოდ დაზუსტა ის ძირითადი საკითხები, სამიზნეცნების მოცულობასთან დაკავშირებული საკითხები და ის თემატურ შინაარსობრივი ფუნქციური კონტექსტებისთან მიმართებით ის ძირითადი საკითხები, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტული საფეხურის ფარგლებში. რაც შეეხება საგნის სწავლას-სწავლების მიზნებს, მოგეხსენებათ წინა რედაქციულ ჩანაწერებში ყველა საფეხურს თავისი მიზანი ჰქონდა და ნაკლებად ასახავდა საფეხურის და მთლიანად საგნის იმ ძირითად შინაარსს და მოცულობას, რაც სავალდებულო იყო მოსწავლისათვის. ამ ეტაპზე უკვე აი ამ ახალ რედაქციულ სამუშაო ვერსიაში საგნის სწავლას-სწავლების მიზნები განზოგადდა, გამთლიანდა და ერთი მთლიანი საგნის შინაარსს დაეფუძნა, თანაბრად ეხება სამივე საფეხურს და მთლიანად მოიცავს საგნის სწავლების მთლიან მოცულობას, რომელიც მოსწავლემ დაწყებითი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით უნდა გაიაროს და შეესაბამება ახალ ეროვნულ მიზნებს. ჩამოყალიბებული მიზნები ორ მნიშვნელოვან და ძირითად კითხვებზე იძლევა პასუხს. რა უნდა იცოდეს მოსწავლემ საგნის ფარგლებში და მეორე, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა მან, ასე ვთქვათ, საჭიროებისამებრ. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასების მექანიზმი, აქ ფაქტობრივად უფრო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მოგეხსენებათ წინა ჩანაწერებში ძალიან ზოგადი კრიტერიუმები არსებობდა შეფასების მექანიზმის, ინდიკატორების, რომლის გარდაქმნა და დაკონკრეტება მასწავლებელს ცალკეული თემის ფარგლებში უნდა თავად განეხორციელებინა. ამ ახალ ვარიანტში ფაქტობრივად შეფასების კრიტერიუმები საკმაოდ მკაფიო, კონკრეტული გაზომვადი ინსტრუმენტებია, რომელიც ყველა შედეგთან მიმართებაში ჩამოყალიბდა, ანუ ყველა შედეგს თავისი შეფასების კრიტერიუმი გააჩნია და მთლიანად მოიცავს იმ სამიზნეცნების მოცულობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საფეხურის განმავლობაში სჭირდება მოსწავლეს, რომ გაიაზროს, განავითაროს და ისწავლოს. ახალ სამუშაო ვარიანტში შეფასების ინდიკატორები გვაქვს ყველა შედეგთან მიმართებით. ინდიკატორები სრულად მოიცავს საფეხურის დონეზე მოცემულ გრძელვადიან მიზნების მოცულობას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საგნისთვის სამიზნეცნების ტექსტის ფარგლებში შეფასების ინდიკატორები ცალკე ჩაშლილია ყველა საკომუნიკაციო უნარის კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიხედვით. რაც შეეხება დიზაინს, სტანდარტის დიზაინს, ახალი დიზაინი საკმაოდ კომფორტულია და ფუნქციურია მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ მასწავლებელი ერთ სიბრტყეზე ხედავს როგორც სამიზნეცნების მოცულობას, შეფასების ინდიკატორს იმ კონკრეტულ შესაბამის შედეგთან მიმართებით და ბუნებრივია კარგად აღიქვამს, რას ვაკეთებთ და რა მოცულობით, რისთვის ვაკეთებთ, რომელ გრძელვადიან სამიზნეცნებასთან მიმართებით და შემდეგ როგორ ვაფასებთ აი ამ შედეგს. აქვე მინდა რა კი გრძელვადიან მიზნებზე ვთქვით, ის ცვლილება, რაც ასევე განხორციელდა აი ამ ახალ რედაქციულ ჩანაწერში, შემცირდა სამიზნეცნებებისა და შედეგების რაოდენობა და უფრო მეტიც სამიზნეცნებები, რომელიც წინა ვარიანტში ცალკე სხვადასხვა საფეხურის მიხედვით ცოტა განსხვავებებს იძლეოდა, ამ შემთხვევაში მთლიანი საგნისთვის, სამივე საფეხურისთვის ერთი საერთო სამიზნე ცნებები გვაქვს. ეს არის ტექსტი, ენობრივ-გრამატიკული საშუალებები და კულტურათა დიალოგი.